დავით ნარმანია აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქების მუნიციპალიტეტების მერებსა და გამგებლებს ხვდება. შეხვედრაზე თვითმმართველობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. შეხვედრის მონაწილეები საქმეების გასაუმჯობესებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე შეთანხმდებიან. მათი იდეები კანონპროექტის სახეს მიიღებს და პარლამენტში გადაიგზავნება. ამიტომაც ჩვენ დღეს ვივშეოხდეთ შემდგომი წერილობითი ფორმით რაც გაქვთ. პირველ რიგში ეს არის გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე, ანუ სხვადასხვა წარმომადგენლობით და აღმასრულებელ უწყებას შორის რომ არ იყოს მუდმივად დოკუმენტაციის გადაგზავნა, გადმოგზავნა, ბევრი საკითხები უფრო ოპერატიულად მიიღოს აღმასრულებელმა ორგანომ. მეორე ეს არის შესყიდვების კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები, ვინაიდან დაბალი ფასის პირობებში ყოველთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება ვერ ხერხდება, გარდა ამისა ხშირად ხდება ხოლმე ტენდერების ჩაშლა და ასე შემდეგ. საკმაოდ დიდი პრობლემა გვაქვს. რუსთავის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა, რომ გრანტებთან მიმართებაში საკმაოდ აქტიურები ვართ. სულ შემთხვევაში ხდება გრანტის მოპოვება მუნიციპალიტეტის მიერ. სამწუხაროდ მისი ათვისებას ვერ ვახერხებთ იქიდან გამომდინარე, რომ შესყიდვების კანონში გარკვეული ხარვეზი არსებობს, სადაც გარკვეული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამონათვლას სიაში არ არსებობენ და ამის გამო ჩვენ სატენდერო დოკუმენტაციას ვერ ვადგენთ.